აქ არის საუბარი სტრატეგიული უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტზე, რომელზეც წინა ხელისუფლება მუშაობდა. ჩვენ ჩავთვალეთ აუცილებლად, რომ ჩვენს გაგვეგრძელებინა ამ დოკუმენტზე მუშაობა არ შეგვექმნა ახალი, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ საზოგადოებასაც უნდა დემონსტრირება გაუკეთროთ თანმიმდევრულობა, ინსტიტუციური მეხსიერება უწყებებში შენარჩუნებულია. ამიტომ ჩვენ მცირე ადაპტაცია გავაკეთეთ, რომელიც გავაცანით ყველა დაინტერესებულ უწყებას, მათ შორის ეროვნული უშუქრების საბჭოს აპარატს. საბოლოო დასრულებული ვარიანტი დოკუმენტის ჩვენ უკვე მესამე კვირაა გადაუგზავნეთ უშუქრების საბჭოს და ველოდებით, როდის მოაწერს პრეზიდენტი ხელს. მე რამდენადაც ვიცი უშუქრების საბჭოდან არანაირი პრობლემა არ არსებობს დოკუმენტთან დაკავშირებით, ის კიდევ ერთხელ გაევლის გარკვეულ უწყებად შორის შეფასებებს და დოკუმენტი ხელმოწერილი იქნება. დოკუმენტი იქნება სახელმძღვანელო შეიარაღებული ძალებისთვის, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად დოკუმენტი შეიცავს საფრთხეების ანალიზს და შეფასებას. ამ საფრთხეების ანალიზში და შეფასებაში ფუნდამენტალური არანაირი ცვლილება არ მოხდა იმ საფრთხეების შეფასებაში, რაც ადრეც იყო ჩვენს ქვეყნის რეალობაში. რუსეთის ფედერაცია, მათი სამხედრო ოკუპაცია და შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებში წარმოადგენს კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ უსაფრთხოების საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია საფრთხეებზეა მორგებული ჩვენი თავდაცვის დოქტრინაც და ჩვენი თავდაცვის სტრატეგიაც. ამიტომ თვისობრივი ცვლილება არ არის. ერთადერთი რაც ჩვენს მიერ პრემიერთან დისკუსიები და შეთანხმების შემდეგ დაემატა ახალი რეალობა. ის პრაგმატიზმი, რომელიც გაჩნდა ჩვენს პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში, რომ იწყება სავაჭრო საკითხებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, რაც აჩენს ძალიან პატარა იმედს იმისა, რომ შეიძლება ნორმალიზება დაიწყოს ანუ პერსპექტივაში საქართველოსა და რუსეთს შორის. აქ დაემატა პატარა პოსტულატი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ გაჩენილი ახალი რეალობა და მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან სავაჭრო ჰუმანიტარულ თემებზე აჩენს იმედს, რომ მომავალში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივა არსებობს. მეტი არაფერი არ დამატებია ამ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, საფრთხების შეფასება არის იგივე, რაც ადრე იყო და მე საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი არის კარგი დოკუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ. არის კოლექტიური შრომის შედეგი სხვადასხვა უწყებების და მათ შორის ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებით წინა ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლებას შორის. არ შეიძლება ეს დოკუმენტი სადეწერია, რომ რუსეთი არის პოტენციალური საფრთხე, ეს ისევ იქნება. რა თქმა უნდა, ესე არის უკვე დოკუმენტი დასრულებულია, კიდევ ერთხელ გეტყვით, ხელმოსაწერად არის გადაგზავნილი პრეზიდენტთან, როგორც კი ხელს მოაწევს, ნაწილი ამ დოკუმენტის იქნება საჯარო თქვენთვის ხელმისაწვდომი, ნახავთ, წაიკითხავთ და შემდეგ თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, კიდე დაგვისვით.